Firpaso მეგობრებო მიესალმებით ჩვენი გადაცემის სტუმარი გიგი გილიგაშვილი. გადაცემის წარმომადგენელია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. მოგესალმებით ბატონ გიგი. მოგესალმები გენაცვალ. გენაცვალ. როგორ საქმეები? არა უშავ რა, ცოტა მემენატრე ხო იციან. გაიხარე, ესე იგი, სანამ გადაღებას დავიწყებდით, ახლა მაყურებელს მინდა უთხრა, რომ დაახლოებით 6-მა კაცმა დაგირეკა და ზოგმა გითხრა, ახლა აი ამ რიცხვში ცხვარს ავკლავ და უნდა მოხვიდე. მეორემ მიგითხრა, ხარი უნდა დავკლავ და უნდა მოხვიდე. ერთმა თქვა, ნუ ქათამზე თქვა, რომ რაღაცა ვკლავთ, მაგრამ რაღაც უფრა გაქვს. ხათმიანებს აღარცავ პასუხობს რომ ეხლა ხათმიდარე მაგარა პასუხობს ეხლა შემთხვევით ავიდე იქ ტელეფონით რომ მარტო ცხვარსა და დროხას გავპასუხო. ანუ ესე იგი ეს აი ამ მოკლე მონაკვეთში დამდენმა ადამიანმა დაგირეკა. კი ბატონო, ძალიან შავდღეში ვარ რა, ძალიან შავდღეში ვარ. ეხლა სულ რამდენი წუთი იყო? 15-20 წუთი. 6 მარტო კოჭლი ირეკავს დღეში და ნორმალური რამდენი კიდე. ხო, მოვლენ აი, სულ ყველას ხო უარს ვერ ეტყვი კაცო და მე ხო მოვლენ, კარგა გამამათრობენ. ხო. წასვლისა ყველა ჭვაზე მარიგებს, თავ გაუფრთხილდი, აღარ დაილი. არ უფრთხილდებოდი, ჩემთვინ არ ვეგდე რა გინდოდა. რატომ ეძახი? რატომ ეძახი უფრთხილდები? აღარ შამიძლიან რა. ესე იგი, აი ეხლა მუდმივი კამათის ამბავია, აი ეხლა სუფრებთან დაკავშირებით, ხო, რომელი მხარის საჭმელი ჯობია, ანუ საზარელო ჯობია, კახურია თუ სიტყვაზე იმერულ მეგრული და ასე შემდეგ. აი ამ კამათში ხო სულ ხარ ხოლმე რა, გიგამათი. კი, ხშირად მეკითხებიან სხვათა შორის, რომ იციან რომ ჭამაც მიყვარს და კეთებაც. ხო. ხო და აი რომელი სამზარეულო ჩემთვის მაგალითად ჩემთვის არა რა, აღიარებული ფაქტია რომ ქართველებს გვაქვს იმერული და მეგრული სამზარეულო. ხო. რასაც სამზარეულო იქვია რა და საჭმელი გვაქვს კახელებს. საჭმელი რასაც აქვია. რასაც სამზარეულო იქვია იმერული და მეგრული და საჭმელი რასაც აქვია არის კახური. და კარგი დათქვამია. კი ბატონო, კი ბატონო. ხო, ეხლა აი ბარაქიანად რო ჭამო. ხო. ტურიზმი როგორ არის? ტურიზმი იქით კეთებს. ხო, ეხლა ტურიზმი მაგრა ის არის რა, აღორძინების ფაზაშია. საითაც გაიხედა სულ ყველგან გენაცვალე ტურისტული მარანი, ღვინის გზა, იმი გზა, ამი გზა, სულ ყველაფერი აი ძალიან მაგრად არის და ეხლა აი რო არ მოგიყვე არ შამიძლიან რა, ერთმა ჩვენმა ახლობელმა ბიჭმა გააკეთა ტურისტული მარანი. ხო, ეხლა ამ სეზონითვინ ხო ტრენდულია. კი, კაცო, რომ რაღაცეები ჩაასხამ, უნდა გაასინჯო რაღაცეები, ისტორიები მოუყვე, რაღაცეები, ხო, ქვევრი გახსნა. და ეხლა ამან ხო გააკეთა ბიჭო და რაღაცეები ეხლა დეკორაციები დაკიდა იქ, სადღაც ნამგალი ჩამოკიდა იქ, პატარა ჭური დადგა, ქვევრი რაღაცეები და მეტი ეფექტის თვინ წავიდა და მშრალხიძე იყიდა ვიღაცა ჩიხტიკოპიანი ქალისა და ჩოხიანი კაცის სურათი. ხო. გამააკრა მარანში, გამააცხადა ესენი პაპაჩემი, ბაბოჩემი არიან, დიდი პაპა ბაბო. და ის ტურისტები მოდიან ეს ისტორიებს უყვება რაღაცეებ აქეთ იქით და მამამისი შაღონდა კაცო. შვილო გავიგეო რომ აი ვიღაცა ხალხი მალოცინებ ყველა მოსვლაზე ესეც გაადა. და ეს ტურისტები რომ აბა თქვენი პაპაბების ხსოვნა იყო ესეც სრემლი გაიდის, აბა ხსოვნა იყო რაღაც ვაივიში გაიდის სამკაც და ამოვიდა ყეჭი. ჯო გავიგეო რომ აი ხალხი მალოცინებ ვიღაცეებ ვაფშე არ ვიცი. შეგაი ადამიანო შენაო კაცო, ეს ხალი თურმე ძალიან მახინჯია, იქაც არა უშავრა რა. და მაინც აკიდლობდიო და ლამაზი მაინც წემე გეღო იმ შრალი ხიდი და ლამაზ ხალი არ იყო იქა რომ წემე გეღო. გამოგვეკრა. გემეგვეკრაო კაცო. როგორ არ იყო მამი, მაგრამ ლამაზები 20 ლარი ხინდა ეს 5-ად მამცე იყო. ცალკე იყო მახინჯი. 15 ლარი დაზოგა და იქ უმიდია ბაბოს ეძახი. ბაბოს ეძახის? აბა რა გინდა რომ გააკეთო მოკლედ. კარგი, ეს სადღეგრძელოები არის კიდე კახეთში ძალიან ეს კონცეპტუალური. კი ბატონო, მე ახლა გადავწყვიტე რომ მთელი ცხოვრება მინდოდა რაღაცა დამეწერა წიგნი რა, რაღაცა გამომეცა რომ რაღაცა
წერალი მრქმეოდა და არაფერი არ გამამივიდა, ვერანაირ იმაში ვერ მოვერგე ჟანრს. ეხლა ვაგროვებ ამ უცნაურ სადღეგრძელოებს რა და ეგ უნდა გამოვცე, იმედია გამოვცე. ერთი მაგალითად სუახალი ცინცხალები რა. ახურია კახეთში. კახეთში მოსმენილი, კაცო ზოგი პირადად ჩემი მოსმენილია, ზოგი სხვები მიყვებიან ხოლმე. აი ძალიან უცნაურ რაღაცას რო იტყვიან რა. ძალიან დიდ უაზრობას და ამ დროს რო დარბაზში რო ტაშია და ქუხსუ და ინგრევა ქელეხია თუ ქორწილი. მაგალითად ქელეხში ნათქვამი ერთი დიდებული სადღეგრძელო. ირემი მიდისო ბიჭო, ირემი მიდისო, ამ დროს ხალხი გასულია 1-300 კაცი უსმეს. ხო, ეს ჭირისუფალი ამაყათ არის რომ რა მაგარი კაცი დანიშნა თამადად, ეს თამადა მოწოდების სიმაღლეზე და ირემი მიდისო და მიადგა გაყინულ მდინარესო. ეხლა ირემი ფიქრობს რომ გადავხტე, ვაი თუ ვერ გადაუწიო ბოლომდე, არ გადავხტე, წასასვლელი ვარ ეგეთ ფიქრებშია ირემი რა და დაიწია უკან რომ გაიქცა შეჰკრა ირემმა კამარაო და ვერ გადაასწრო, ბოლომდე ვერ გადაუწიაო და ჩაჰკრაო ამ ყინულს ჩლიქიო და ჩაემტრა ყინული, ჩავარდა ირემი. იხჩობა ირემი. ახედაო ღმერთსაო და ღმერთო გადამარჩინეო, შევევედრაო. იქიდან ღმერთმა გადმოიხედაო და შენ კი აღარაფერი გეშველებაო, მაგრამ იმ ბიჭებმა რა დააშავა 41-ში ქერჩი რო ჩაიხოცნენ. დიდება გმირებში მოვსულო. რა დააშავა ირემი. რატოა მიფხმული ამ ხო რა ისტორია რა შუაში მაგაზე უარესი კიდე ფეხმძიმე ქალიო ეზოში გამოვიდაო და კაკრისა ფესვი ყოფილიყო ამოწეულიო და წამოეკრა ფეხიო ამ ქალმა წაიქცა ქალიო და ამ დროს პაუზა უნდა რომ ხალხს აინტერესებს რა მოხდა რა ფეხმძიმე ქალი ბუცელი კი მე შალაო მაგრამ ფესვები ითხოვნენო წინაპრების სადღეგრძელო ჩვენ წინაპრებს გაუპატეს იმ ქალმა რა გადააშავა ანირემმა რა დააშავა ანიმ ქალმა რა დააშავა რა სასტიკია კარგად დავიწყეთ და კი ბატონო ახლა შენი დავთარით იქნები ჩამოსული ორნი იყვნენ ჩვენებულები 90-იანი წლებია და შევიდნენ სადღაც სასადილოში და მიმტანი გოგო მეეწონათ გაიგე შენ ამორს თრალები არიან და ეხლა რატომღაც გადაწყვიტეს რომ ამ გოგოზე რაღაც შთაბეჭდილება უნდა მაახდინონ გაიგე შენა და არიციან როგორ და ყურადღების მიქცევაც უნდათ რაღაცა ისა ესა და ხმამაღლა ლაპარაკობენ ამ გოგოს გასაგონად ტყუილად კაცო ეხლა მოდი ეს სასადილოს დავაყაჩაღოთო და დღე გვეყოფაო რა სამი უკვე საკმარისიაო ეხლა რამდენი გავიყაჩაღოთ დღესაო და უნდათ რომ ეხლა ესენი არ ვიცი ალბათ ელოდებიან რომ ეს გოგო ჩაუვარდება მუხლებში და გვაპატიეთ არ დაგვაყაჩაღოთ და აბა თქვენი ჭირიმე და რაც გინდათ ისა ამ გოგომ ჩუმად გადარეკა სადღაც და შემოწვიდნენ ორნი ერთმანეთზე დიდები რა ორი კაცი როა თითო რა ორ კაციანები ჩამოიდნენ ხო და ერთმა ერთი დაითრია მეორე და ერთი ცოტა ჰუმანურია და უთხეში იყავ მით ამწყდეული რა ერთ-ერთი ამწყდეული ყავ მკვდარსა და ცოცხალს აი ლანძღავ თის უკრავ შენი პატრონი და შენი ეგრე შენი იგრე და ეს მეორე ცოტა ის რო არის უტყვი კაცი რომელიც არის ეს კიდე მისდგა და ცემს როგორ ჯორი ამ საცურა ახანაკეთკი ხო მეორეს გულმოდგინეთ აიცემს აი ჯიგარო დააყრის ედა და იმან ხო თვალი მოიკლა თავი ძმა კაცს სატუზულია კუთხეში და მარტო ლანძღავენ ამას შეშურდა თავი ძმა კაცს საგანეში თვითონ ძალიან შავ დღეშია და რაღაცა მომენტი რო იხელთა ცოტა რაღაცა აი სული მაითქვა რაღაცა და იმან რო უნდა დაერტყე და აი რეცი მაიტა ცოტა ხანამ ლანძღეს შეკარგო რაი თორადი დამაკარა ცოტა ხანი მაგინე დამასვენე მაიტა ამას უხე ადამიანი არ ახარ კარგი კახური ოჯახურები ხო ოჯახური ეხლა ოჯახური იუმორი ხო ძალიან მაგარია კახური ხო მოკლედ ერთი კოლორიტი კაცია მაგარი მოკეიფე კაცია რა რო აეგრე მოკლედ ჩემსავით ენდროი ქვაბივით რო დაატარებენ აღმას უსაკეიფოთ რო არის და სახლში მიველო და საბანი რო ავწიეო კაცო ჩემცოლ თოფი უდევ გვერძეო ორლულიან სანადირო თოფი რა იყო ქალო ამას უთქვია რა იყო ქალო რა მოგიტაცებენ რა დგინდა თოფი რამ შეგაშინა ე ქალი გადმობრუნდა და მე ხი შენს დეგეცეო მამიტაცებენ არა ისა კიდეო მე შენ ნერვები არა მაქვს და ეგეთ თოფი და გინდა ერთულად შაკავ გინდა მეორეში
შეძლებს დაუტოვოთ. ჩაუნაცლა. გამანატე ხა თუნე გაბრაზდა ჭუბი წილი უნდა გაგაგდო მოგაშორო თავიდან და შენი ესე შენი ესე და თურმე მეზობლი ბალღი ეძახის ფანჯრიდან. ძიავო მაიტა თუ უნდა გააგდო მე წავიყვანო მაშინ მაინც იტრი არის. ეგ ბალღი შეეცო მე წავიყვანო მაშინ იტრი. ლეკვი კუთურაი. ანეკდოტი შეიძლება კიდე ხო არ გაქვს? კი, მიხოს უნდა რომ დენიროს აიგავდეი. ძალიან უნდა რა, აი. ოცნება თაკ ვალღობიდან რა, ხო იცი აი იცი როგორ ოცნება თაკ ის. კახეთში რო ერთხელ ამერიკაში რო გაუშვეს და ხო. ეს პატარა მიხოროა ბალღი რა და ის მომენტი როა მანქანაში რო ბეტის რო აუპატიურებს და რო გადაწვა მაგარია ლაფშა ჩემი კარგი. აი იქიდან აქ ოცნებათ რომ დენირო იყოი რა. ხო და ხან თურქეთი, გერმანია, ისრაელი რაღაცა და ვერცად ვერა რა, პლასტიკური ოპერაცია უნდა ვერ აიშველია. მე უთხრეს რომ ისევ ამერიკაში თუ გიშველიანო რამესო, ჩადიო ამერიკაშიო. ჩავიდა იქ უთხრეს, კი ბატონო, გიშველითო ოღონდო 3 წელი უნდა იწვევო და 3 მილიონი დოლარი უნდაო რა. პირველ წელს სიმაღლე უნდა დავსვათ ზუსტათო, მეორე წელს წონაო და მესამე წელს უკვე ნაკვთებიო. ჩამოვიდა გაყიდა ყველაფერი, ყველას ესესხა, იმათხოვრა, მოკლედ მაგროა 3 მილიონი დოლარი. ჩავიდა 3 წელია წევს. გავიდა ეს 3 წელი ბიჭო, ადგა ჩაიხედა სარკეში დენიროა რა. დენიროა ერთ-ერთი კაც მოუცნება, აიხდინა დენიროა, აი ერთ-ერთი და ჩაიცვა შარვალ კოსტუმი და გამოვიდა საავადმყოფოდან და როგორც გამოვიდა ქუჩაში და დაარტყა მანქანა მოკლა. კაცი გიშსაიგავ აღარ შეუძლიან რა. ბურდღუნით ეს ანგელოზები მიატარებენ იქით და ეს კიდე ბურდღუნით მიდევს კაცო საიქიოში მიყავთ ესა და ეს კიდე მთელი გზა ჩხუბობს რომ ერა მიყავით და ეს რა მიქენით და 3 მილიონი მქონდა ვალი აღებული 3 წელი ვიწეკრო მთელი ცხოვრება მინდოდა რომ დენიროს ავგვანებოდი და რა მიქენით და როგორც გამოვალ მაშინვე მამკალით და რაღაცა და ჯერთ მანგელოზმა გააჩერდა ჯო მაიცე კაცო დენირო არა ხარ შენ დენირო მე ამუ დურგააჭრე სულ დენირო სამწელი ანუ ის უნდა წაეყვანა და იმდენად გავდა ეს წაიყვანეს კაი ეს გააქანე პური წყლი ქვაბულით ესე იგი წავიწიოთ წინა წავიწიოთ ეხლა ჩვენ ხო იცი ქართველები ზოგადად სპორტში მაგრები ვართ მით უმეტეს ჩხუბსა და ჭიდაობა რაც შეეხება რა აბა ჭიდაობა ხო და ეს ჩემი საყვარელი ისტორია ნამდვილი ისტორია იმ დარბაზს არ დავასახელე ბოქსის დარბაზი იყო ბოქს ასწავლიან ბალღებ რა ხო და მამამის მიუყვანია შვილი და წვრთნელებისთვის უთქვამს რომ ბიჭებო ფულზე პრობლემა არ არისო აი ეს ბალღი უნდა გაიზარდო ჩემპიონიო თავი ბიჭი კაცო თქვენ მაითხოვეთ რაც გინდათ როგორც გინდათ ოღონდ ეს უნდა იყოს ჩემპიონიო რა ყოველი მიზეზის გარეშე ჩვენც ახლა დააყარე ჯაფა ამბალს წვალობენ რაღაცებს სხვას რო 1 საათი ავარჯიშებენ ამაი 4 ავარჯიშებენ ეს ბალღიც მონდომებულია მაგრამ თავზევი ძალა არ არის რა რაც არის ეგ არის რა ხო ადგნენ და ერთ თვენახევარში რაღაცა ტურნირი იყო და იმ ტურნირზე გაიყვანეს ეგრევე რომ ნახონ რა ხდება ბალღი ეკვეთა იმან რომ ბოქს როგორც დაიძახა საჯმა და იმან დაჰკრა და ეს გადავარდა ბატონყმობასავი დებატრავი ხო გდია რა გაახილა თვალები და მწვრთნელი აქედან ეძახის რომ ესეთი წესია ზოგადად რა რომ 10-მდე ხო უნდა დაუთვალოს და ბოლო წამებზე უნდა ადგე ბოლო თვლებზე რომ ცოტა სული მოითქვა რა შეგიძლია პირველივე 1-2-ზე წამოხდე მაგრამ ჯობია რომ ცოტა აზრზე მოხვიდე რა და 8-მდე არ ადგე მწვრთნელი ეძახის 8-მდე არ ადგე და ამან ეხლა რომელი საათია? აბა გონია რა საათია? ეხლა რომელი საათია? კაია. გაიგე თვითონ ჩაღებიც აყვაო რა. კაი, კიდე საიტ წავიდე, ოჯახური თემატიკა კიდე. ეს ეხლა რომელი ისტორიასაც მოგიყვები ექსკლუზივია შენთვის. ხო. დიდი ხანია ვინახა მარსად არ ავყვები რა. არც ერთ შოუში არ მომიყოლია. ერთი კარგი ყოჩაღი ბიჭია, კახელი ბიჭია, ქალაქში მუშაობს დისტრიბუტორია რა. ხო და
ბალღი დაერჩა ბაღში. გამოსაყვანი იყავ ბალღი და დავიწყდა ახლა ერთ მაღაზიაში, მეორე მაღაზიაში რაღაცა იმას პროდუქტს არიგებს და დავიწყდა და ურეკავენ რომ ბალღი წაიყვავ. გაიქცა გულგახეთქილი, მივიდა ბიჭო და სიტუაცია ხვდება ამგვარი რომ მარტო ამის შვილი და ძიძაღა არიან ბაღში დარჩენილი, კაც შვილი აღარ არის რა. ეს ძიძა კიბეებზე ზის, რაღაცებს ტელეფონში რაღაცებს უყურებს, ვიდეოებს რაღაცებს ათვალიერებს და ებალღი კიდე სილაში ზის, აი მხელა პლასმასის კამაზი იყავ. ხო. და იგრია ებალღი შაღონებული უკვე რომ კაფჭით ამ შააკრის იქავე ააყირებს, გაგორებაც ეზარება რა ამ კამაზსა უკვე 5 წლისა. ნეირ შააკრის ააყირებს, შააკრის ააყირებს. ნამდვილი ამბავია. ნამდვილი ამბავია კაცო. და რო დაინახა რომ იქიდან მამამისი მოდის თურმე წამოხდა ებალღი და ეს კამაზი აიღო და დაახეთქა რა დაბლა. მამი სანახარაკამდე შეყალშენა მამამისი. ვიდეო ახლა ისე დაუხერხულობაში ჩავარდა რა თქვა სარიცის ეს მამამისი დაიბნა და ახლა მამამის უნდა რომ ძიძა საჩვენოს რომ არის კარგი მამა რა რომ ბავშვს სახში ესეთებს არასწავლიან და თან უნდა შვილი დატუქსოს ძიძას რა კარგი უნდა გამოჩნდეს თან დავნაშავეა და აქედან მამამისი სანამ იქედანვე მამამისი ეგ უნდა უთხრა მამასა შემართლა ეს დასაული. ძიძა საჩვენო ესე უნდა ფილის გადავა. გაკრიტიკა ბავშვი გაკრიტიკა. ეგ უნდა უთხრა მამას. დატუქსა მაგრამ. მაშ ეგეთი ისტორიებიც ერთი საინტერესო მოსაზრება წავიკითხე შენი პოსტი რა, ქალურ ბედნიერებაზე. არ ვიცი რაში მჭირდებოდა რომ გამიგო ქალური ბედნიერება რა იყო, მაგრამ ხშირად წერ ხოლმე ეგეთ რაღაცა ესეთ ქალური ბედნიერება რა არის და ასე შემდეგ. ხო, აი ხშირად რაღაცა სულ მაინტერესებს რა არის ქალური ბედნიერება. და მე ხო მარტო ვცხოვრობ რა და იმ დღეს ჩემ დაუნებურა თუცბად ამ მარადიულ კითხვას დაუსვი წერტილი და მივხვდი რა არის ქალური ბედნიერება. ეხლა გეტყვი რა არის ქალური ბედნიერება. სარეცხი მანქანიდან რომ გამაიღებს სარეცხს. ხო. და ყველა ნასკი რო ადგილზეა და ერთმანეთ რო ემთხვევა. აი გარი ქალური ბედნიერება. აი გარი ქალური ბედნიერება. მითი მაგის იქ ბედნიერება აღარ არცებს რა დამჯი. ქმრის ყველა ნასკი რო ერთმანეთს ემთხვევა, ერთი ყოველთვის დაკარგულია. ერთი ხო ყოველთვის იკარგება ეს მითიური ნასკია და დაჟე მგონია რომ აი როგორც ელდორადოა რაღაცა მითიური ქალაქები რო არის და რაღაც ჩაძირული ქალაქები. სადღაც არის ნასკების სამყარო რაღაცა დაკარგული ნასკები რომ მიდიან ბერმუდის სამკუთხედივით რაღაცა იქაა ყველა ნასკი სულ იკარგება. კარგი, ეხლა თემატიკა მე შენი საყვარელი თემატიკა მეორე სოფლიო ომი. ხო, მაგის გარეშე ხო არ გამოვა. ერთი კარგი ისტორია მაქვს სანამ იმას მოგიყვები. ქერჩი და კავკასიონთან ვირებიც წაიყვანეს რა. ვირები რა თქმა უნდა. ის თვითის გადასაზიდად მთაში ვირი უკეთესად არის ვიდრე ცხენი იქ ვიწრო ბილიკებზე და ჩემი სოფლელი ვირიანად წაიყვანეს. ხო და მოდის ვირი მედლები კიდია უკარგვას მოეთებს გაღლეტილი თითივით აი ეგრე. მამას მოთქნე და მოვკვდარიყავ იქ აგდებულიყავ შესაძლებელი შენ. ვირი მედლებით მოვიდა და აბა ერთი არაფერი არ არის. მადლობის სიგელიც არ აქვს. ვირი მედლებით მოვიდა. ისეთი იმდენი რამე ჩაიდინა იმ ვირმა რაღაცა რა ამის ჰიტლერი მოკლა და ეს მოვიდა ერთი არაფერი არ ებადა. მოგლეთ ეს ამბავი მამიყვნენ გორელმა ბიჭებმა რა. ხო. ბალღობაშიო აბა რა გქონდაო კაცო გასართობიო და სინამდვილეში ეგრე იყო ჩემ ბალღობაშიც რომ ჩვენი გასართობი იყო რომ უნდა დამსხდარიყავით მოხუც პაპებთან და ისინი გვიყვებოდნენ ომის ამბებსა რა. ხო. აი ეგრე ვზივართო და ორი პაპა ყავდაო ივანიჩი და ზურაბიჩიო. ხო და ერთხელაცო ზურაბიჩმა დაიწყო. შვილო თქვენ არიცითო ივანიჩი რა მაგარი კაცი იყო ფრონტზეო. ეს ივანიჩი ყურებით ხვითა რა რაღაცა სამაზე იყვება. ხო. იცი შვილო თქვენაო რა მაგარი მეომარი იყო ესაო. მოსკოვ რო ალყა დაარტყესო გერმანელებმაო. სტალინმა გამააცხადაო რომ ჩამიყვათ წინახაზე გამიყვანეთო. ფრონტზე ხო. რო ჩამოიდაო სტალინის სანგარში რომ მიიყვანესო შვილო ივანიჩი რო დაინახაო პირკატა ეცა სტალინსო. შენ თუ აქ იყავ რაღაცე მოდიოდი მე რაღაცა მოდიოდა.
ხოდა ეს ივანიჩი გაიბადრა, გაიგეშენა, ულვაში გაისწორა, რომ ეხლა თან ამ ბალღებს უყურებს, ეს ბალღებისთვის უკვე რემბოა ივანიჩი რა, ძალიან მაგარი კაცია. მივიდაო სტალინი ხელი ჩამორთო რაშურებითო როგორ ახარო გენაცვალეო, ხო ყველაფერი რიგზია აქაო. ივანიჩმა უთხრაო, რომ ამ ხანაგო სტალინი ყველაფერი ხუთიანზე მიდისო, შენ მიგეშინიაო. ხო. მე მივხედა მაგ ყველაფერსო რა. ყველაფერი ვაკონტროლებო, ეგენი ჩემ ფეხებს აიღებენ მოსკოვსო, სანამ მე ვარ აქაო, შენ მაგისან უგეშინიაო და ამ დროს ეს ივანიჩი უკვე კაცი გაზრდაო და ისეთი ბედნიერია რა. აიწია ჰაერში. ჰაერში აიწია კაცო, ეს ბალღებისთვის უკვე საოცარი კაცია უკვე და წადიო შენა უკრემში დაბრუნდიო ბესარიონოვიჩო და ნუ გეშინიაო რა, აქ ყველაფერი მე მივხედამო. კარგიო, მაშინო სტალინმა თქვაო, რომ წავალო მე გენაცვალეო და შენ მიმიხედი აქაურობასო. ეს ხო უკვე ღმერთია. ეს ბალღები ყვა ჩამოვარდნილები უყურებენ რა, რო ივანიჩი რა მაგარი კაცი ყოფილა, ჩვენ არ ვიცოდით, სტალინმა მთელი ალყა ანდო, რაღაცეები და კულმინაცია არის უკვე ეს კაცი ვსიო რა, ძალიან მაგარია და გადადგაო სტალინმაო ერთი ხუთი ნაბიჯიო და მოტრიალდაო. ხო ივანიჩო ბიჭო, დამავიწყდაო რაღაცა უნდა მეკითხაო. გისმენთ ამ ხანაგო სტალინი. დედა შენ ისევ აბოზობსო. დაანარცხა ისევ ჩამოვამდო კვარტლები და ჯერ ღვაი აიყვანა იქიდან წაკრა წიხლი და გადმოაგდო პირდაპირ. ანუ ეს ერთმანეთსო ეკიშპებია ხო იცი ორი კაცო და თან ახლა ესენი ხო სულ ერთმანეთს აჭამდა ამას გაუკვირდა რო აკებდა და კიდე არის ესეთი კოლორიტი ადამიანი კაკლიას ბიჭი. ხო, ჩემი საყვარელი კაცი, ჩემი საყვარელი კაცი. აი კაკლია ბიჭი. სადაური რომელიც კარდენახელი. ხო და ეს კაკლია ბიჭი იყო, მეწაღე კაცი იყო. ხო და რაღაცა პატარა დარბაზივით ჰქონდა და შეგირდები ყავდა რომ თუ ვინმე უნიჭო უსაქმური იყო და ავარა გავარდნილი, ამაი მიაბარებდნენ ხოლმე ეს კომუნისტები რომ ეგ საქმე მაინც ესწავლა რა. ერთხელაც ხაზის რადიოები რო იყო ჩვენ ბავშვობაში მე მოვესწარი მაგას ეს ერთი არხი გადიოდა სახელმწიფო არხი ხაზის რადიო და ამ ხაზის რადიოში გაუშვეს კამერული მუსიკა რაღაც, კამერულმა ორკესტრმა დაუკრა რაღაც ნაწარმოები და რომ მორჩა დიქტორმა გამოაცხადა რომ ძალიან გთხოვთო მოგვახსენოთ თქვენი აზრიო, ეს იყო პირველი შემთხვევა როცა ჩვენ ასეთი საორკესტრო ნაწარმოები გაუშვითო და მოგწერეთ თქვენი აზრიო. რატო ხო ახლა კაკლია ბიჭმა ჩათვალა რომ ამი აზრი ძალიან აინტერესებდა. თავი ვალდებულად იგრძნო რომ მისწეროს, გაიგე შეხარო. სულ იმას აფიქრობენ კაკლია ბიჭ რა ეს იამოვნება. აი ეს კალან ფურცელი და არც მე მეწონაო. უწერს. არც ჩემ შეგირდებს არ მეეწონაო და მეტი დამაჯერებლობისთვის რომ იქნება მარტო ჩემი აზრი არ გაითვალისწინო. როგორც გავიგე, არც დალაკ ამბროსაი არ მოეწონებიაო. დალაკ ამბროსაი იქვე 10 მეტრაშიც პატარა ისა აქვს რა, საპარიკმახე. ჩართო. ხო, ჩართო მეტი დამაჯერებლობისთვის ამბროსაც გარია მარაკაში. ხო და თუ შეიძლებაო ამოიღეთ ეგ კამერული მუსიკაო და დასხეთ კახური მრავალჟამიერიო. მეორე დილით მოვიდა კაკები ამ შენ ამბროსასა და კაკლიებიც დარდე მორკილები და ამბროსას თურმე პირობითია. ეს ამბროსა რატო ჯაგები ორი წელი იგრება აიხადა ვერ გაიგო ამბროსა. კამერული მუსიკა რა იყო ბოლომდე ვერ გაიგო კაცი. ეს კიდე კარგად დაფიქრებული გაიგო. მაგარი კაცი კაკლიებიც. ენ დაიჭირეს. ნუ ის დააჭირეს და ამბროსო ვაფშე შუაში არის. კაი, ერთის ბოლოში კარგი იყო ყველაფერი ძალიან. მოყვე ერთი ანეკდოტი კიდე. ხო, აბა მაშინ. გემზე ხდება კაცო ამბავი რომ რაღაცა შტორმები, რაღაცეები დაემთხვა და ვეღარ გამოდიან. კარგა ხნით ჩარჩა გემი რა ოკეანეში. ხო და ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი მეზღვაურია და კაპიტანთან მივიდა და უთხრა რომ ბატონო კაპიტანო მე ოქალი ეხლა იგრე მინდა რომ მეტი აღარ შამძია რა. ანეგა ის პრობლემა უნდა მამიგვაროო. ან არა და აექვე უნდა გადავხდე ოკეანე უნდა მივცე თავიო გენაცო მე მეტი აღარ შამძიაო. როდემდე სადამდეო. ნუ გეშინიაო
კაპიტანმა უთხრა, აქ ყველა ეგრე ვარ თუ გენაცვალეო. როგორ გონია შენ ახლა რა გამოსავალი არ იქნება აქ, მოძებნილი უკეო. ჩადი მერვე კაიუტაშიო. იქ პატარა ნახრეტია რაღაცაო და იმით ისარგებლებო რა. და ყველაფერი რიგზე იქნება. ჩავიდა მერვე კაიუტაში. რიგი იწყება პირველი კაიუტიდან. რიგი დგა. პირველი კაიუტიდან უკვე რიგი დგა მეზღვაურებისა. ნუ მიხვდა რომ ამ საქმეზეა სულ ყველა მისული რა. ჩადგა რიგში ბოლო ვინ არის იკითხა ჩადგა რიგში. აჰა. ჩადგა რიგში მოუწია რიგმა, აბა ისარგებლა დაიმი რა ქვია ზემოთ ხსენებული ხვრელით, მომსახურებით, კედლის მომსახურებით ისარგებლა და აი ძალიან მაგარი შეგრძნება რა. ხო. ძალიან მაგარი შეგრძნება, უბედნიერესია, წამოვიდა, მივიდა კაპიტანთან და ძალიან დიდი მადლობაო ბატონო კაპიტანო, დავისვენეო, შენ გენაცვალეო რა, გაიხარეო და ძალიან მაგარი იყო ყველაფერიო და ხვალეც რომ მოიდეო შეიძლებაო. კაპიტანმა შეხედა, ხვალე რა დღეაო? ხუთშაბათიო. არაო, გენაცვალეო, ხვალე კედლის იქიდან შენ უნდა იდიო. რიგი უცა. კარგი. ესე იგი არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ. გენაცვალე, გაიხარე. ჩემი საყვარელი მიმართულება კახური იუმორი, ახლა ბევრნაირი იუმორი არსებობს საქართველოში, რა თქმა უნდა, იუმორის ქვეყანა ვართ. მაგრამ კახური ჩემთვის მაინც ახლოა და იმიტომ რომ წარმოშობითაც, ნუ იქ მაგატარებული ბავშვობა და ასე შემდეგ. ძალიან მე მინდა წარმატებები გისურვო, მინდა ყველაფერში წარმატებები გისურვო. ერთი кейფზეც, ერთი კაი ცხარი, სადაც დაიკლება. ჩვენც აგერ ბენთან ერთად წამოვა. მე დავკლავ, კაცო, მე დავკლავ, წამო. თქვენ ჩამოდით მე ვიკისე. წარმატებებს გისურვებთ, უგრძესი მადლობა მოგზაურობისთვის, გიგი გაშული იყო შეგება. მადლობა. გადაცემის წარმომადგენელია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.